ყოველთვის ვაკვირდებოდი კერამიკულ ნივთებს, მისი ბუნებრიობა მომწონდა, ის ცოცხალი მასალა, რითაც ხელით ვეხებოდი. თიხასთან შეხება მქონდა როგორც ერთ-ერთი თერაპიული საშუალება ჩემი პროფესიიდან გამომდინარე. მაგრამ აქ იყო მნიშვნელოვანი მხოლოდ პროცესი. კერამიკა არის უკვე რთული და შრომატევადი, ვიდრე ჩვეულებრივი თერაპიული პროცესი. აქ ხდება ეტაპობრივად მისი დამუშავება, ფორმის მიცემა, გამოწვა. გადავწყვიტე ინდივიდუალურად მემუშავა სახლში ადამიანებთან. ამისთვის ვფიქრობდი, რომ კარგი იქნებოდა თუ ჩემს ძირითად საქმიანობას დავუმატებდი თიხის დასრულებულ პროდუქტად მიღებას და ეს არის კერამიკა. მოვიფიქრე ასეთი პროგრამა, რომ ორეტაპიანი მასტერკლასი შევთავაზობ სკოლის მოსწავლეებს და ბაღის ბავშვებს. აქ ერთი ეტაპი იქნება თვითონ ბავშვმა გამოძერწოს, ფორმა მისცეს და გაუშრო, გამოუწვა და დაუბრუნო და მეორე ეტაპი იქნება პირდაპირ. გამომწვარი შევთავაზო, მივუტანო, მოხატოს გუაშით და იმ დღესვე წაიღოს სახლში, რაც ყველაზე მეტად უხარიათ ბავშვებს. ამას დავუმუშავდება ახლა გვერდები, კრამიტის ფორმას მივცემ. ამ ყველაფერს გააკეთებს ბავშვი თავისი ხელით. ძერწვა თერაპიულად მოქმედებს ბავშვის მოზარდის ფსიქოემოციურ მდგომარეობაზე, გავლენას ახდენს პიროვნულ ზრდაზე. საკუთარი უნიკალურობის აღმოჩენა ავითარებს თვითრწმენას, თავდაჯერებულობას, პასუხისმგებლობის გრძნობასა და ცნობის მოყვარეობას. იმის გარდა, რომ ბავშვებთან ვახორციელებ საგაკვეთილო პროცესებს, თერაპიულ ძერწვას, ვზრუნავ ჩემი ბიზნესის განვითარებაზე, გაყიდვებზე, ვფიქრობ, რომ მოვიფიქრო ჩემი ხაზი, რაც იქნება ახალი. ერთ-ერთი მინდა იყოს მაგალითად თემატური, ღვინის თემასთან დაკავშირებული, ყურძენი, ქვევრი, შეიძლება იყოს ქვევრის ფორმის ჭიქის სადგამები, სადაც დაიხატება სხვადასხვა ჯიშის ყურძენი და გავუკეთდება წარწერა. ჩემი ერთ-ერთი ხაზი უნდა იყოს ზარდახშები. მე თვითონ ძალიან მომწონს უთოს თემა. არ შემიძლია არ გამოვხატო ჩემი მადლიერება ქეა კავკასიის მიმართ, რომელმაც შეაფასა ჩემი შესაძლებლობები და მათი ფინანსური მხარდაჭერით დღეს მე ყველა საშუალება მაქვს, რაც კი შეიძლება, რომ კერამიკის წარმოებისთვის გქონდეს ადამიანს. არ აქვს ამას მნიშვნელობა გააქვთ თუ არა განათლება მიღებული ამ სფეროში, შეგიძლიათ თქვენი საყვარელი საქმეები ააქციოთ ბიზნესად.